განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები ამ წუთებში არიან შეკრებილები. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა განათლების მინისტრის მოადგილესა და აქ შეკრებილ მშობლებს შორის შეხვედრა და მათ შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს, თუმცა შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აქ შეკრებილმა ადამიანებმა განათლების მინისტრის მოადგილისგან ვერ მიიღეს დამაიმედებელი პასუხი იმ კითხვებზე, რის გამოც არიან შეკრებილები, როდის აღდგება 99 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ შეწყდა. თავდაპირველად 99 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი იყო ის, რომ რეაბილიტაცია საჭიროებდა, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ უკვე დემონტაჟს საჭიროებდა სკოლა, მაგრამ 4 წელი გავიდა და ამ დრომდე არც სარეაბილიტაციო და არც დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურები არ დაწყებულა 99 საჯარო სკოლაში. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მოვიდნენ დღეს განათლების სამინისტროსთან, თუმცა როგორც გითხარით, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ განათლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა საკუთარ თავზე და აქ შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ მე ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად რეგიონული განვითარების ფონდში უნდა მივიდნენ და მათგან გაიგონ დაიწყება თუ არა 99 საჯარო სკოლაში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ადამიანები საუბრობენ იმ ურთულეს პირობებზე, რა პირობებშიც უწევთ მათ შვილებს ბოლო 4 წელია განათლების მიღება, როგორც ისინი ამბობენ. ამ გაჭიანურებული პროცესების გამო მათი შვილები სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული, დღის განმავლობაში ვერცერთ წრეზე ვერ უწევთ მათ და ვერ ახერხებენ ვერცერთ წრეზე სიარულს და გარდა ამისა ვერც სასწავლო მასალის მომზადებასაც ახერხებენ სათანადოდ. ვიყავით შესული შიგნით, ვერ ვნახეთ მინისტრი, მის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. მოგეთ ვადებზე არ გვაქვს ინფორმაცია ამ წუთას რა იქნება და როგორ იქნება. ფონდს უნდა შევხვდეთ, დაგვეხმარება შუადღეულობა გაგვიწიოს ამ ყველაფრისთვის და ნახოთ მე რას გვეტყვის ფონდი. თავარი ახლა ეტაპი რაც არის ფონდთან უნდა მივიდეთ და დანარჩენს ყველაზე მთავარი არის ის, რომ ისინი რას გვეტყვიან ვადებთან დაკავშირებით და მშენებლობასთან დაკავშირებით. ვადებზეო გამორიცხულია 2-3 წელს კი არა, 5 წელს ვერ გეტყვისო ვერავინო, ეს არის ძალიან დიდი აბსურდიო. მხოლოდ ერთადერთი რაც შეიძლება თუ ფონდმა არ გამოყო ფინანსები და არ დაიწყო მშენებლობა, მანამდე განათლების სამინისტროს კი არა და განათლების მინისტრს კი არა არავის არ აქვს მაგის არსებობა და ეს უნდა ქონდეს დირექციას ეს ყველაფერი მიწოდებული. 4 წელს განმავლობაში ქონდა ინფორმაცია, რომ ანუ დაიწყებოდა ნოემბერში, დაიწყებოდა სექტემბერში, დაიწყებოდა იანვარში, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ დაწყებულა. მეო ახალი მოსული ვარო და ერთი თვიაო, რაც თქვენი საქმეებში მიმოწერა მაქვს. პროცესები დაძრულიაო, მაგრამ როდის რა იქნება ვადებსო, ვერავინ ამას მე კი არა ვერავინ არ გეტყვითო. თავიდან როდესაც ეს პრობლემა წარმოიქმნა, აუცილებელი იყო ჯერ მხოლოდ რეაბილიტაცია, დემონტაჟზე არ იყო აქ საუბარი, უბრალოდ როდესაც რეაბილიტაცია დაიწყო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ საძირკველს აქვს პრობლემა და ამ საძირკველის პრობლემის გამო იძულებული გავხდით, რომ ხელახლა ჩატარებული იყო კიდევ ეს დამატებითი კვლევები, რაც იმას გვიდასტურებდა უკვე, რომ დემონტაჟი უნდა დაწყებულიყო. დემონტაჟი დაიწყებოდა დაახლოებით ალბათ 1 წლის განმავლობაში, ესე ვიცოდით, მაგრამ არაფერი არ დაწყებულა, არც დემონტაჟი დაწყებულა და არც არაფერი. პირველ რიგში სად გადაგონაწილეს ყველა მიცის, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რა ბედი ეწევა ამ სკოლას და როდის დაინგრევა, აშენდება თუ რა იქნება, ეგ ვერ გაგვირკვევია ჩვენა. 3 წელი გვატყუილებს უყველა. რვის ნახევარზე რომ მოვა ამ ყინვაში ბავშვი და შემდეგ უნდა ისწავლოს, ან ჭამოს, ან დაიბანოს. წრეები აღარა გვაქვს, ცეკვიდან გამოვიყვანეთ, მუსიკიდან გამოვიყვანეთ, მათემატიკაც იძულებული ვარ, რომ რაღაცა ჩვენ ვამეცადინოთ. სხვა საშუალება არაფერს არ აქვს. ბავშვები მოდიან გადათიშულები. სკოლის მშობლები ამ გაჭიანურებულ პროცესს, არემონტო და სარეაბილიტაციო პროცესს საჯარო სკოლაში ბოლო წლები აქტიურად აპროტესტებენ. ისინი წინა კვირაშიც იმყოფებოდნენ ისნის გამგეობასთან და გამგეობისგან ითხოვდნენ კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა მათ განათლების სამინისტროში გადმოამისამართეს. დღეს უკვე განათლების სამინისტროდან რეგიონული განვითარების ფონდში გადაამისამართეს და ეს ადამიანები აპირებენ ახლა სწორედ რეგიონული განვითარების ფონდთან მივიდნენ და სწორედ მათგან მოისმინონ კითხვაზე პასუხი, როდის აღდგება სასწავლო პროცესი 99 საჯარო სკოლაში.